დიდი მადლობა რუსკას. კიდევ ერთი ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ, მოგეხსენებათ, რომ დღეს წიგნების ფესტივალი ყველა მსურველისთვის ღია არის, განსაკუთრებული შეთავაზებებით და ასე ვთქვათ, აურაცხელი ქართული საკითხავით. ძალიან საინტერესო კვლევასთან გვექნება საქმე ამჯერად. Როგორ ფიქრობთ, წელიწადის განმავლობაში რამდენი წიგნი იყიდება? ეს წიგნები ქალების შეძენილია უმეტესად თუ კაცების? რა ჟანრის წიგნებია ყველაზე პოპულარულები? ამას ჩვენ ცალკე შევეცდებით პასუხები გავცეთ, თუმცა პასუხები, რომელიც ამ კვლევამ აჩვენა, ქეთი რატიანის სიუჟეტში ვიხილოთ. 2015 წელს რამდენი წიგნი შეიქმნა? 12. იმიტომ რომ თვეში ერთხელ ყიდულობ ერთი. ვცდილობ, რომ ყოველ შემთხვევაში მოვახერხო. ასეთი შემთხვევა ძალიან იშვიათია. ქართული წიგნის ბაზრის კვლევამაც ეს დაადასტურა. წლის განმავლობაში წიგნი გამოკითხულთა 52% საერთოდ არ უყიდია, ხოლო 6-ზე მეტი წიგნი თითქმის არავის შეუძენია. კვლევა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დაკვეთით ბოლო 3 წელიწადზე ჩატარდა. წლის განმავლობაში რამდენ წიგნს ყიდულობ? ყიდვით? არ ვიცი, მეხშად გამოვხდა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან, მაგალითად ძალიან მეხმარება მაქვს უნივერსიტეტი და კიდევ მედიათეკაში და ასე თორე ყიდვით არ ვიცი, ალბათ საჩუქრად ძირითადად. ჩემთვის არც ერთი. ჩემთვის კი შევიძინე, მაგრამ პროფესიული. დაახლოებით 10. ძირითადად ფესტივალს ველოდები ხოლმე მე პირადად და მაშინ ვიძენ ფასდაკლების წიგნებს. ქართულ ლიტერატურას დაახლოებით 5 წელს ვასწრებო, ვიყიდო და წავიკითხო. ძალიან დატვირთული ვარ სტუდენტები და ამიტომ ბევრ კითხვას ვერ ვასწრებ. არ ყიდულობ წიგნებს. უნივერსიტეტის წიგნები რაც მჭირდება, ინგლისური წიგნი არის და თვითონ გასწრებენ ან უნივერსიტეტში და სხვა წიგნები ბიბლიოთეკიდან გამომაქვს. რატომ არ ყიდულობთ? რა არის მიზეზი? არ ვკითხულობ და ვანჯეჭავ. წლის განმავლობაში რამდენი წიგნს ყიდულობ? არც ერთ. ბოლოს როდის ვიყიდა ის აღარ მახსოვს და რა გითხრა. მიზეზი რა არის შეგიძლიათ? ზარმაცია. კითხვა არ მიყვარს. ჩემ პირად მაგალითად აი მაქვს სახლში ბიბლიოთეკა და მე უფრო რა ვიცი ძველი ბიბლიოთეკა რაც მაქვს, ახალი არის შემიძლია. ჩემი შვილები წამოიზარდნენ, ეხა შვილიშვილებში ვარ ჩაფლული და ეხა უფრო ნაკლებად. რატომ არ ყიდულობთ? ჯერ ერთი უკვე 21 საუკუნეში მრავალი საშუალება არსებობს, რომ დავუზოგოთ წიგნის ყიდვის გამხული, მაგალითად შემიძლია ნებისმიერი წიგნი გადავიყვანო მის ფორმატში, შევიყვანო კითხვა და იქიდან წავიკითხო. მაქსიმუმ 3, იმიტომ რომ დიდად კითხვის მოყვარული არ ვარ. ის რომ ნაკლებად ყიდულობენ წიგნებს, ერთმნიშვნელოვნად არნიშნავს იმას, რომ ზოგადად კითხვის დონე არის დაბალი ქვეყანაში, იმიტომ რომ მონაცემებმა აჩვენა, რომ წიგნის მიღების ძირითადი წყარო არის პირადი ბიბლიოთეკა. წიგნს კითხულობენ, უბრალოდ ყიდვა არის ნაკლებად დამახასიათებელი ქცევა. წიგნის ბაზრის კვლევა საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნახოთ თუ რა სურათია ამ სეგმენტში, რა სისუსტეებია, რა პრობლემებია, რისი აღმოფხვრა შესაძლებელია, რა მექანიზმებით და ასე შემდეგ. ამიტომაც ამ კვლევამ ამ მხრივ ძალიან საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა. ქალბატონები თუ მამაკაცები, რომელი კითხულობს უფრო მეტ წიგნს? კვლევამ აჩვენა, რომ უფრო მეტს ქალბატონები კითხულობენ. პროცენტული გადანაწილება კი ასეთია. ქალების 58% კითხულობს წიგნს, ხოლო მამაკაცების 38%. ზოგადად დიასახლისი ქალების რაოდენობა არის დაახლოებით 12-13% დაფიქსირდა და მათ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ უფრო მეტი დრო აქვთ იმისთვის, რომ წიგნები იკითხონ. ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზი. შეიძლება მიზეზი იყოს ის, რომ შვილებთან ერთად კითხულობენ, უკითხავენ ბავშვებს, ზღაპრებს. ქალები უფრო მეტად მხატვრულ ლიტერატურას ენიჭებენ უპირატესობას და მამაკაცები არა მხატვრულს. ეს არ ვიცი, რით შეიძლება მამაკაცები უფრო მეტად პროფესიულ ლიტერატურას ეცნობიან. კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე ხშირად მხატვრულ ლიტერატურას კითხულობენ. განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი აქვს სათავგადასავლო და სასიყვარულო ჟანრის წიგნებს. ჟანრებთან ერთად ასევე გამოვლინდა ყველაზე მოწონებადი ფორმატი. როგორც გაირკვა, ყველაზე მეტად რომანის ფორმატის ნაწარმოებით არიან დაინტერესებულები. გამოვლინდა ტენდენცია და ალბათ ბუნებრივია, რომ ასაკის მატებასთან ერთად უფრო იკლებს წიგნების კითხვის რაოდენობა. არსაკოვანი ხალხი ნაკლებად კითხულობენ წიგნებს. როგორც გაირკვა, ყველაზე მეტად წიგნის არჩევისას ახლობლებისა და მეგობრების რეკომენდაციით ხელმძღვანელობენ. რა კრიტერიუმებით სარგებლობთ, როდესაც წიგნის შეძენას აპირებთ? ხვის კრიტიკას მივანდები ხოლმე ყოველთვის. შემდეგ მე ვნახულობ ინფორმაციას, რამდენად დამაინტერესებს, რა შინაარს მოიცავს. ძირითადად ბავშვები რაღაც მეგობრები ამასაც ამბობენ, ან მithunat თემა რამდენად საინტერესოა ჩვენთვის. შეფასებებს ვნახულობ მაგ წიგნის ინტერნეტში, რამდენად კარგი შეფასებები აქვს და
რამდენად გამოადგა ხალხს ვინც ეგ წიგნი წაიკითხა. მეგობრების რჩევისგან ვისაც წაკითხული აქ და ძალიან მოეწონა. ჟანრობრივად ვარ უფრო მეტად, კიდე კლასიკური წიგნები რაც ყველას უნდა ქონდეს წაკითხული. კვლევაში მონაწილეობა სულ 34-მა გამომცემლობამ და 700-მა მკითხველმა მიიღო. გამომცემლების შემთხვევაში გამოიკითხა 34 გამომცემელი. ეს ხადი არ არის საქართველოში მოთამაშეა ყველა გამომცემელი, მაგრამ ბაზრისი ყველა მოთამაშე, თუმცა ჩვენ მოვიცავით საშუალო და მსხვილი ყველა გამომცემელი, რაც თავისუფლად გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ეს მონაცემები არის იძლევა იმის საშუალებას, რომ ძალიან მკაფიო ტენდენციებზე ვისაუბროთ, ანუ ძალიან ახლოს არის რეალობას და ყველა არ მოისურვა კვლევაში მონაწილეობა, რაც ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ბაზრისთვის, რომ ყველა გამომცემელი აქტიურად თანამშრომლობდეს ამ კვლევის ფარგლებში, იმიტომ რომ მათივე ინტერესებს ემსახურება. უფრო მეტი რესურსია საჭირო როგორც სახელმწიფოს მხრიდან ამ ბიზნეს სექტორის ხელშეკრულებისთვის. წიგნების თვითღებულებაც საკმაოდ მაღალია რიგი მიზეზების გამო და ამაზე კვლევაში დეტალურად არის მოყვანილი როგორც სტატისტიკური მონაცემები, ასევე ანალიზის დონეზეც რეკომენდაციები იმ ორგანიზაციის, რომელმაც ეს კვლევა ჩაატარა. შესაბამისად, სახელმწიფოს მხარდაჭერის კომპონენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენი ცენტრიც მაქსიმალურად არის ორიენტირებული, რომ ამ სეგმენტს ყველა კუთხით, რაც სირთულე და სისუსტე გამოავლინა ამ კვლევამ, აი ამ კომპონენტებში გვერდში დავუდგეთ. კვლევის თანახმად წიგნის საშუალო ფასი წლევანდელი მონაცემებით 12 ლარს აღწევს. 2015 წელს სულ 2 მილიონ ნახევრამდე წიგნი გაიყიდა. ეს ბოლო 3 წლის მონაცემებით ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.